კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოდით ქალბატონ ნინო, თქვენთან საუბრით მინდა დავიწყო. ამერიკის შეერთებული შტატებიდან ნახეთ მოკლედ აი შეელაპარაკების შემდეგ, რაც ნამდვილად იყო ალბათ უპრეცედენტო. პირდაპირ გაემგზავრა ზელენსკი შტატებიდან ბრიტანეთში და ეხლა ვადევნებთ თვალს სწორედ იმ სამიტს, რომლის მთავარი თემა არის სწორედ უკრაინა, უსაფრთხოების საკითხი. რას უნდა ველოდოთ დღევანდელი დღისგან, ეს მინდა კითხოთ და შემდეგ უფრო დეტალურად ვისაუბროთ აი დისკუსიაზე ტრამპსა და ზელენსკის შორის და რა გაგრძელება, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს მათ ურთიერთობას. მოგესალმებით, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რომ იმის ფუფუნება გქონდეს, ვიყოთ მშვიდობიან პირობებში და ბოლო რამდენიმე კვირა არ იყოს არა მხოლოდ დიპლომატიურად, არამედ შინაარსობრივადაც ძალიან დატვირთული და შემაშფოთებელი, ვისაუბრებდით დიპლომატიურ ეტიკეტზე, რამდენად შეესაბამებოდა ეს შეხვედრა იმ დამკვიდრებულ წესებს, რომელიც თან ახლავს ათწლეულების მანძილზე რაღაც ფორმალურ შეხვედრებს, პრეზიდენტებს შორის საუბრებს და ასე შემდეგ, მათ შორის რაღაც ჩაცმულობაზე საუბარს, უნდა თუ არა ზელენსკის ბიჭაკი, მაგრამ ამის ფუფუნება ჩვენ ახლა არ გვაქვს, იმიტომ რომ ბოლო კვირებმა აჩვენა გამოკვეთა რამდენიმე ფუნდამენტური საკითხი და მათ შორის ნიშანდობლივი არის ორი. პირველი ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ თქვა, რომ ევროპის კონტინენტზე, ევროპის უსაფრთხოება სავალდებულო გზით აღარ არის ამერიკის შეერთებული შტატების პრიორიტეტებში. და რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ ომისა თუ ვთქვათ ევროპის კონტინენტზე მშვიდობის უზრუნველ საყოფად ის თავის სტრატეგიულ მონაწილეობას ამ ფორმით წყვეტს. ანუ პრაქტიკულად ახალი ადმინისტრაციის ხედვით ამერიკის შეერთებული შტატები პრაქტიკულად გადის ამ თამაშიდან დღეის მდგომარეობით და როგორც ჩანს ეს უახლოეს 4 წელი მინიმუმ ეს მოცემულობა იქნება. რამაც ფუნდამენტურად შეცვალა დღეს არსებული გეოპოლიტიკური მოცემულობა, რომელიც იმ გამოწვევების წინაშე იმყოფება, რომ უკრაინაში რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს, იმისთვის რომ ევროპული უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და შესაბამისად გადანაწილდა წარმოდგენები, რა ტიპის ძალთა ბალანსი შეიძლება არსებობდეს და გამოიკვეთა ცალსახა საჭიროება იმისა, რომ ევროპელი მოთამაშეები, ევროპამ უნდა მეტი ლიდერშიპი გამოიჩინოს და ევროპამ უნდა თავისი პოტენციალი გაზარდოს იმისთვის, რომ საკუთარი უსაფრთხოება დაიცვას, პირველ რიგში შეაჩეროს ომი უკრაინაში და შემდგომ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეძლოს სამომავლოდ, ვინაიდან ყველა თანხმდება იმაზე, რომ პუტინი არ აპირებს უკრაინაში შეჩერებას, თუ ამის შესაძლებლობა მას მიეცემა და მას ამის შესაძლებლობა მიეცემა, თუ ახლა ევროპა გაჩერდება და ამერიკის შეერთებული შტატების ეს ხედვები შენარჩუნდება მინიმუმ მომდევნო 4 წელი. ამიტომ ეს არის ამოსავალი წერტილი. ნიშანდობლივია და მნიშვნელოვანი ის, რომ მას შემდეგ, რაც ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა თავისი ეს პოზიცია მკვეთრად გამოხატა, მყისიერია რეაგირება ევროპის მხარეს და აქაც ორ საკითხს გამოვყოფდი. პირველი ის, რომ მათი პოზიციები ამის გამო არ შეცვლილა, მათ თქვეს, რომ ისინი პრაქტიკულად გაემიჯნენ ამ პოზიციას, მათ თქვეს, რომ ცალსახად დააფიქსირეს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ზელენსკის მიმართ, თქვეს, რომ დიქტატორი არის არა ზელენსკი, არამედ ვლადიმერ პუტინი, აგრესორი არის არა უკრაინა, არამედ რუსეთი და რომ საჭიროება არსებობს რუსეთის ამ ფორმით შეჩერების და მასზე ზეწოლის განხორციელების, შენარჩუნების და გაძლიერების. ევროპული პოზიციები ამ საკითხში არა მხოლოდ არ გადახედილა, არამედ გაძლიერდა. ამავდროულად დაფიქსირდა ძალიან მკვეთრი პოლიტიკური ნება რიგი პოლიტიკური მოთამაშეების მხრიდან, რომ ევროპის პოზიციები გამოიკვეთოს, ევროპის ლიდერშიპი დაფიქსირდეს. მათ შორის დღევანდელი შეხვედრა მოწმობს იმას, აი სასწრაფო შეხვედრა იმ მართლაც საშინელი და არნახული შეხვედრის შემდეგ, რომელიც ჩვენ თეთრსახში ვიხილეთ, მათი მყისიერი რეაგირება, აუცილებლობა შეკრებისა და მსჯელობა იმის საკითხებზე, რა შეიძლება მათ ამერიკის შეერთებულ შტატებს უახლოეს დღეებში შესთავაზონ იმისთვის, რომ ამერიკამ პოზიცია შეიცვალოს, ან გადახედოს თავის ეხლანდელ პოზიციას და ამავდროულად იმსჯელონ იმ ალტერნატივაზეც, რა ხდება თუ
ისინი ვაშინგტონს ვერ იყოლიებენ ამ ეგრეთ წოდებულ სამშვიდობო გეგმაში, რომელიც შეიძლება ამ ეტაპზე საუბარია იმაზე, რომ ამ ეტაპზე ევროპელი ლიდერები აცნობიერებენ მოცემულობას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური მონაწილეობა შემცირდება როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ამიტომ ისინი იმსჯელებენ ისეთ გეგმაზე, რომ შეიქმნას ახლა ამ ომის შეჩერების რაღაც სამშვიდობო კოალიცია, რომელშიც მოწინავე როლი აღარ ექნება ამერიკის შეერთებულ შტატებს, არამედ სწორედ ევროპის წამყვან სახელმწიფოებს და აქ მნიშვნელოვანი კოალიცია იქნება, ხო? დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანიას არ ახსენებენ მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ მერცი ჯერ არ არის კაბინეტის ფორმალური ხელმძღვანელი, მაგრამ მისი პოზიცია ცალსახაა და რომ ის ამ კოალიციის ნაწილი იქნება. ამაში ორი აზრი არ არის. აქ არის საუბარი იმაზე, რა დოზით გაზრდის თავის მონაწილეობას ევროპა, რამდენად აიღებს ის პასუხისმგებლობას და რამდენად ის ამერიკის შეერთებული შტატებიდან და რეალურად ეს არისაც ისმის ამერიკის შეერთებული შტატებიდან ისინი არა აქტიურ მონაწილეობას, არამედ უბრალოდ გარანტიებს მოითხოვენ, ანუ ზურგს რომ უმაგრებდეს ამერიკის შეერთებული შტატები მანამდე, ვიდრე ევროპა შეძლებს თავისი რესურსების იმ დონეზე აყვანას, რომ მან შეძლოს ვთქვათ ამერიკის დიდწილად ჩანაცვლება, რაც ამ ეტაპისთვის შეუძლებელია და ამ ეტაპისთვის ამერიკის მონაწილეობის გარეშე პრაქტიკულად ვერ მოხდება ვერც უკრაინის გადარჩენა და ვერც ევროპის უსაფრთხოების გადარჩენა. ეს არის გეგმა, რომელზეც ევროპელი ლიდერები მსჯელობენ, რომ შეიმუშაონ და შესთავაზონ ვაშინგტონს, მაგრამ ასევე სავსებით ლოგიკურია, რომ განიხილება ალტერნატივებიც, რას აკეთებს ევროპა იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი მიუხედავად ყველაფრისა თავის პოზიციებს არ იცვლის და მაინც სრულად გადის ამ თამაშიდან და არ აპირებს მონაწილეობის მიღებას. როგორ ფიქრობთ, აი ყველა ლიდერი პრინციპში ხას უსვამს, რომ აი გრძელვადიანი უსაფრთხოება, ეს არის ერთ-ერთი მთავარი სიტყვა, რომელსაც იყენებენ, ხო, მათ შორის აი ბრიტანეთის პრემიერმაც იგივე ტრამპზე როდესაც საუბრობდა, თქვა, რომ აი მე დარწმუნებული ვარ, რომ მასაც გრძელვადიანი მშვიდობა უნდა და ბუნებრივია უკრაინასაც რაც სჭირდება, არის ეს გრძელვადიანი მშვიდობა, ოღონდ გარანტიებით, რაც არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. გაუტენე ისევ თქვენთან დავბრუნდები, აი არ ვიცი, აი რა შეიძლება იყოს მაშინ თავად ზელენსკის მხრიდან ვიცით ეს რა არის, ის ამბობს, რომ მე ყველაფრისთვის მზად ვარ, მათ შორის წასვლისთვისაც ნატო არის მისთვის მართლაც მთავარი უსაფრთხოების გრძელვადიანი მშვიდობის გარანტი და ამ კუთხით ვხედავთ, რომ ჯერჯერობით რთული ამბავია, მოკლედ, რომ ნატოს წევრი გახდეს, ხომ, უკრაინა. რა შეიძლება განიხილებოდეს მაშინ აი ამის ალტერნატივად? მე ვფიქრობ, რომ ამის სქემაც პრინციპში უკრაინამ შესთავაზა თავის დროზე ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს, მან გამოკვეთილად თქვა, რომ ნატო არ არის პანაცეა, რომ ეს არ არის ნატოში გაწევრიანება, ნატოს წევრობა, მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ სწორედ სამომავლოდ მსგავსი ტიპის აგრესიისგან იყვნენ დაცული, მაგრამ თუ ამის ალტერნატიული ფორმა იარსებებს, ანუ მან ასეთი სახელი დაარქვა, ნატო თუ იქნება უკრაინაში, ნატოს გარეშე, მაშინ ის თანახმაა, რომ სხვა პირობებიც მიიღოს, მათ შორის თვითონაც გადადის, თუ თვითონ პერსონალურად არის ამ მოლაპარაკებებში ხელშემშლელი. თავარია, რომ არსებობდეს უსაფრთხოების ისეთი ტიპის გარანტიები, რომლებიც უკრაინას და ევროპას დაიცავს არა პუტინის აგრესიისგან, არამედ ცეცხლის შეწყვეტის პირობებში, ამ პირობების დარღვევისგანაც, იმიტომ რომ მან ოვალურ ოფისშიც საუბრისას არაერთხელ ახსენა, რომ სიტყვიერი გარანტიები პუტინისგან არაფერს არ წარმოადგენს, იმიტომ რომ უბრალოდ მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორის ტრამპის პირველი ვადის პირობებში, ჩვენ ვნახეთ, რომ მისი მხრიდან არაერთხელ აღებული ვალდებულება, მათ შორის საერთაშორისო აღებული ვალდებულება, უბრალოდ დარღვეულა და მისი უგულებელყოფა ხდება. საქართველოში ჩვენ ეს საკუთარ თავზე გამოგვიცდია და ევროპას ეს ბევრჯერ გამოუცდია და მან იციან, რომ პუტინის არათუ სიტყვაზე ნდობა არ შეიძლება, არამედ არ შეიძლება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე საუბარი, ვიდრე ასეთი საერთაშორისო გარანტიები არ არსებობს, რომელიც უზრუნველყოფს ამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას ცალმხრივად პუტინისგან, რომელიც ამ დაცვის გარანტია იქნება. ამიტომ გრძელვადიანი მშვიდობა და დღეს სწორად აღინიშნა მათ შორის ლონდონშიც გრძელვადიანი მშვიდობა შეუძლებელია ვაშინგტონს არ ესმოდეს, რომ არ არსებობს რუსეთზე ზეწოლის გარეშე. თუ ვაშინგტონი რუსეთს გააძლიერებს, თუ ვაშინგტონი რუსეთს
უპირატესობას მიანიჭებს ამ პროცესში, მაშინ შეუძლებელი იქნება გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა. ამიტომ სწორად აღინიშნება, რომ ურთიერთგამომრიცხავია, როდესაც ერთის მხრივ ტრამპი ამბობს, რომ მას უნდა ახლა გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა და ეს არის მშვიდობის გეგმა და ამავდროულად ამბობს, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ, თქვათ, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, შევწყვიტოთ რუსეთის დასუსტების პოლიტიკა, იმიტომ რომ რუსეთის დასუსტების პოლიტიკა პარალელურად უკრაინის გაძლიერებასთან და ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებასთან არის პაკეტის ერთიანი ნაწილი, რომელიც სადაც ერთი რგოლი თუ გამოვარდა, მეორე დამოუკიდებლად შედეგს ვერ დააყენებს. ანუ ის რომ ბევრი კომპონენტისგან შედგება, რა შეიძლება იყოს გრძელვადიანი უსაფრთხოება და აქ ბევრი რამ დასახელდა, მათ შორის ევროპას რა შეუძლია რომ გააკეთოს, თავად უკრაინას რა შეუძლია რომ გააკეთოს, მაგრამ ამის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ერთიანი ძალებით რუსეთის დღევანდელი არსებული პოლიტიკის დასუსტება, როგორც ფინანსურად, ისე პოლიტიკურად, იმისთვის, რომ მათ საერთოდ მოლაპარაკების ბერკეტები ქონდეთ და ქონდეთ შესაძლებლობა მეორე მხარე დაიყოლიონ. ახლა ტრამპი ამბობდა შეხვედრაზე რაღაცნაირად თითქოს დამცინავად, რომ ესეო არ მუშაობსო, მეო ეხლა პუტინსო ვერ დავუძახებო დიქტატორსო და ვერ ვიტყვიო, რომ შენო აგრესორი ხარო და მე ვერ ვთხოვო, რომ მოდიო მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯექიო და ჩემ პირობებს დათანხმდიო. ერთი იმთავითი არასწორია, იმიტომ რომ მეორე მხარესთან მანე ზუსტად ამ ფორმით გააკეთა, მაგრამ დამოუკიდებლად ამისგან ამ ლოგიკასაც რომ გავყვეთ, თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ის არის აგრესორი, რომელსაც შეჩერება ჭირდება და პუტინის ხელშია დღეს ამ ომის შეჩერება, ხო? მას შეუძლია ხვალვე შეეჩეროს ომი და შეწყდება მაშინ ცეცხლი, შეწყდება ცხელი ომის ფაზა და მოლაპარაკების ეტაპზე გადავლენ მხარეები, მაგრამ ეს ხო მათ ხელშია და ამას არ აკეთებენ. იმისთვის რომ მან ის გააკეთოს, უნდა ბერკეტები არსებობდეს მეორე მხარეს, რომ ის დაიყოლიანო, ზეწოლის მექანიზმი უნდა არსებობდეს, რომ ის დაიყოლიონ და ასეთი ზეწოლის მექანიზმი უბრალოდ არ იარსებებს, თუ მას სანქციებს მოუხსნიან, თუ მას პირობებს გაუმარტივებენ, გაუადვილებენ და მათ შორის მათ ვერბალურ დონეზე ისეთი განცხადებების გაკეთების შესაძლებლობას მიცემენ, როგორიც არის, რომ ჩვენი და ვაშინგტონის პოზიციები ახლა ერთმანეთს ემთხვევა, ჩვენ უკრაინის წინააღმდეგ რეზოლუციას ერთიანად ვუჭერთ მხარს, ეს არის კი ბატონო. დიპლომატიურად, მორალურად და ფაქტობრივად მოწინააღმდეგის გაძლიერება საკუთარი უპირატესობის წინააღმდეგ ამ შემთხვევაში დასავლეთ. ქალბატონო, ბოლოს თქვენ მინდა გკითხოთ, წიაღისეულის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით. რა პერსპექტივა შეიძლება გქონდეს საერთოდ ამ შეთანხმებას თუ აი დღეს რაღაც ისეთ ვითარებაში ვართ, რომ ეს საკითხი როგორ გადაწყდება, არც ჩანს ზედაპირზე. აი როგორ უყურებთ თქვენ? ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ საერთოდ არანაირად არ გადაწყდება, იმიტომ რომ ეს იყო უბრალოდ მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობა, როგორც ჩანს, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რა პოპულისტური განაცხადებიც ახლდა ამ დოკუმენტს პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან საკუთარი საშინაო მოხმარებისთვის, აქ საუბარი იყო თითქოს იმაზე, რომ წინამორბედების გაცემული ვალი ამ ფორმით მან უნდა დაუბრუნოს ამერიკელ ხალხს, ამიტომ ეს იყო რაღაცნაირად დიპლომატიური საუბრის მოთელვის წინაპირობა, რომელიც თუ იმ ფორმით შედგებოდა რა ფორმითაც პრეზიდენტ ტრამპმა ეს განიზრახა, შესაძლოა ჩვენ ასეთი ტიპის შეხვედრა საერთოდ არ გვენახა ვაშინგტონში, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინისთვის ეს შეთანხმება არის მეათეხარისხოვანი, მათ შორის შინაარსის გათვალისწინებითაც, იმიტომ რომ ეს არის ძალიან გრძელვადიანი გეგმა, რომელიც პირდაპირ და უშუალოდ ამ ომს საერთოდ არ უკავშირდება. არამედ უკრაინისთვის ეს იყო მოლაპარაკების მაგიდაზე შესაძლებლობა იმისა, რომ სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტიები მიიღოთ და ეს შეთანხმება ფარატინა ქაღალდია იმ შემთხვევაში, თუ კიევი არ იღებს ვაშინგტონისგან სანაცვლოდ იმ უსაფრთხოების გარანტიებს, რომელზეც ჩვენ ცოტა ხნის წინ საუბრობდით. ამიტომ ამ წუთას ასეთი პირი უჩანს, რომ არა მხოლოდ მეორეხარისხოვანი დატვირთვა აქვს, არამედ საერთოდ აქტუალობა აქვს დაკარგული დღეის მდგომარეობით, მათ შორის ლოგიკურად მოიაზრება, რომ უახლოეს მომავალში ტრამპის და ზელენსკის ხელახალი შეხვედრა დიდი ალბათობით არ დაიგეგმება და რომ ასეც ამ წუთას ასეთი საჭიროებაც არ არის, ვიდრე ევროპის კავშირი და ევროპელი ლიდერები რაღაც გეგმას არ მოიფიქრებენ უკრაინასთან ერთად, რომელიც შეიძლება ხელახლა დაიდოს მაგიდაზე ვაშინგტონის.